Sagda mamisa da dadis Gilsat, Ronaldes, Vidadres, Altrumis, Xenebis Dres, Dres, Iglesia Xenebis, Teliachthesia Xenebis Ionas. Rit იყო ცნობილი გამორჩეული იონა. ელამის წათა სასწაულიას მოხდა. სასწაული მისი ურჩობისა დის მართ სასწაული განკითხვისა და სასწაულზე ესეთი თავდადებისა. თავის ცოდვის თუ დანაშაული გამოსწორებისა. Ვიცით მის ცხოვრება, ბალამ მოუწოდა რომ დასწრებო ნინევიაში და წარმართა ქვეყანაში რამდენად მას ჯულისათვის ესნიერს და ჯულის შემსრულებას ჯულებთან მისვლა, მაგრამ ამით გაცხადდა უფალი ყველასათვის ზრუნავს. იგი ნინევიაში იქნებოდა რამდენი მართალი ადამიანი, რომელსაც არ უნდა ისწავლა ასე იონა და აი იმათ გადასარჩენად და იმათი ლოცვისათვის აი როგორც კორნელიუს ასის თავი ხო და პავლე მოციქულმა მივიდა პეტრე მოციქული სიმონ და მივიდა და გაიგო ამბავი კორნელიუსა ეხლა თქვა რომ აი ეხლა წუნდებიო ეხლა შევიცანი უფრო მეტად ან შევიცო უფრო მეტად უფალსო რომ ყველა ერში თავის მოშის და მედებაშო უფალი სათნო ყოფილს მის სათნო მისთვის უფლის და მათი ზრუნავს იგი ალბათ ინიერის იყო მაგრამ იონამ გამორიცხეს რომ უფალი მარტო მათთვის არის ვინც ჯულის მიხედვით ცხოვრობს და ასრულებს და ამიტომაც იონა იგზავნება რომ სასწავლებლად ერისა რომ ნუ გონიათ უფალი მარტო თქვენია და მარტო თქვენ ხედავ და დანარჩენი კაცობრიობებს სხვადასხვა ტომის უფალს არ ედარდება ერთმა-ერთი კაცი შექმნა ერთი კაცი გამრავლდა და სხვადასხვა გაიყვნენ გამრავლდნენ და მაგრამ საწყისი იყო ის ერთია ის ხატებისამ შექმნა ამჟამებისამ რომ უფალი ზრუნავს ის მაგრამ ყველაზე მკაცრია იმათთვის ვინც ჯული იცის და ევალება შურისამებრ ცხოვრება და ამიტომ მეორე საკითხავით ეს მათი სახალების სიტყვა მამხილებელი იუდეოთა წიგნობართა და ჯულის მეცნიერთა რომ თქვენ იცით რომ მეათელის მიცემა ტეროსი და თავი ჯული დაგამიწყებიათ ხო ძალობა და სამართალი და სარწმუნოება აი სამი საფუძველი არის რასაც აკეთებთ გარემოთაგეთ არარწმენით არასიყვარულით არასიმეტრით ხო აი ეს არის მხილება და იონა გაგზავნა იქ რომ დარწმუნებული იყო რომ იქ წარმართო ნინევეს არის მართალი რომელსაც უფალი სწავლობს და იონა ორი გამოიჩინა თონდებობა ურჩობა და არ წავალდა იქ უფალს გაუქმის სარგაულებს წინასწარმეტყველი და არის ის რომ უფალი ყველგან არის ყოველს აღარ მადლად ის და სანდაიმული მაგრამ ესეთი იონას მხრიდან გამოცდა უფლისა რომ აი მე არ შემოშული ამიტომ რომ უშუალოდ ხალხთან რა მინდა მე ხალხთან ვინ მომისმენს მე რატომ წავიდე
უჩებას და უფალი მოაბრუნეს მას სასწავლებლებად. და ის სხვა არაფერი ესეთი ცნობილი არ არის თეორიაში იონას შესახებ. რატომ ეს განსაკუთრებით არის ცნობილი? დიდი სასწაულია. 3 დღე ღამე იყო ვიშაკის მუცელში, მაგრამ არის მაცხოვარმა ახსნა ეს საიდუმლო. ღვთისგანგების საიდუმლო, რომ ეს ნათესავი ბოროტი და მეუღლე სასწაულს ეძებს, რომ და არ მიეცემა სასწაული გარდა იონას იასამეთქოლისა. 3 დღე იყო ვიშაკის მუცელში. ასე დეგაცისა 3 დღე იქნება მიწის წიაღში, საფლავში და აღდგება. აი ეს არის სასწაული მრავალია. ეს სასწაულია. უფალი ერთხელ მოვიდა ქვეყანაზე ჩვენ გადასარჩენად და მეორედ მოშლა იქნება განსაზღვრად მთელი კაცობრიობის. ასე რომ გმართებს ჩვენ ხსოვნა იონას იასამეთქოლისა და თუ კი მან თავი გაწირა. ღელვა ატყდა. ამის მადლოსადებს გემისათ იონა და ეძებენ მიზეს, რა თავი ხარმონბალაში დატრიალდა ეს გემი და იღუპება ყველა და ესენი მიმართავენ თავის ღმერთებს ყველა. ესე ეკუმინისტური ესეთი საბჭო შეიქმნა. ყველა აღსარებლობის ხალხი შეიკრიბა. ყველა კერთაყვანისმცემელი მოვიდა. ილოცეს ამაოდ. და ვიღაცა არის ალბათ კიდევ ვინც ჯოთის ღმერთი და იყო ეს იონას ძინავს. ამ ბოლომდე მალება უფალს. თორეს ესეო და შენადო ძინავს რომ მოდი შენ ილოცე და ეგნებიცი ჩემ გამოასწორა პერიოდი გადახდა წამში. რა შეგვიძლია დაწვიქხა. არო მაგას არ ვიტყოდ თუ თავი დაიღუპო. ჩვენ არაფერი არ გისმით. მიცადი ხართ. ანუ სრულიად თავი მიანდო უფალს. აი ეს ნიშნავს რომ როცა ჩვენ უფალს ვეურჩებით ერთადერთი გზა საშუალება ჩვენი გადარჩენის და გამოსვლის არის აი თავგანწირო მორჩილება უთის მიმართ. უმძიმეს პირობებში დიდხარ შენ უფალს საკუთარ საქმე შენი. შენლებლად მადლისმით საკვირთა შენ თავ. აი ეს არის. სხვა გზა არ არის და მაგრამ ხო მიხვდა იონა, ხო შეასრულა, ხო დაემორჩილა. ნუ დაინახა რომ ხალხი მოიქცა სინანულით არის და ეგ რამდენი დღიანი გამოაცხადეს გლოვა, მარხვა და ბრავის საქონელი, წყალდიარ საჭირო წესები მარხულობენ და ქვისწვენა ზეციდან არ მოხდა. გადარჩა ხალხი და იონამ შეფერხა ეგრეთ ციცოდია და მეთეობრი მოწყალია. მერა და დაგლინო დაიძინა ხოლმე იქ ახშობ ხოლმე აცა გაიზარდა რა სცენარი უცებ გაჩნდა. ამ სცენარია მაგისა რომ რამდენიმე საათში უცებ გაიზარდა ჩრდილი იყო და აი სიუჟეტი და გავიდა წერახი და დაჭა. ანუ შვება იგზო იონა იქო საყვედურობდა რომ აი ვიცოდი ეხარო შენ შეიწყალდი ამათონ უჩემო შეიწყალდა მე რა თქმა უნდა ნუ ხოდა რა ის სცენარის შეფრილია ის უფრისგან არის და შენ სარგებლობ ხო იმით რათა როდესაც ისევ დაშორდა უფალს და განიკითხე ხა ინსტიტუტში და დაჭრა და დაცხა დაირღვა კომფორტი კომფორტი იყო შეუძლებელი იონასთვის იონა რომელზეც აბოურის ზღვაში გადახდა და კომფორტზე და იქ არა მორჩილებას ხდის მიმართ
ეხლა ხო კომფორტი დაიწყო ისევ ეთინარი უფასად რა შეჩოდია მცენარესო რატო დააჭირა შეწუხდი დაგცხა გაწუხებსო და ჩემი შექმნილი არ არის ეს ყველაფერიო და ეს ხალხიცო და შენ ამ მცენარეზე გული შეხედა ხალხის არა ეტარმეისო როგორ შეფასება ხდება ხო კომფორტი გვინდა ჩვენ მაგრამ კომფორტის გულს უფალი არ უნდა დავიწყოთ უფალი ისევ და ისევ ჩვენთვის უმაღლესია უდიდებულისი ის არის ყველაფრის შემოქმედი ისაც კომფორტი სადაც არის ადამიანის მოგონილია ხო და გონება ვინ ისა ადამიანს სირზე ვინ ის ადამიანს რატო ცხოვრები ვექნიან ყველაფერს თავის შეგუებული ბუნებასთან და თავის კომფორტიაკ და ვეღარ ვითარდებიან რატო იმიტომ ეს შემოქმედების ნიჭი არ აქვს მოცემული და შენ გახმოცემული ვერთა გაგიტოლა შენ რომ შენ შემოქმედი ხარ მაგრამ შენ ქმნი იმიტომ მოცემული გაქვს ეს ნიჭი და იმიტომ შენ ხარ ესეთი გენიოსი აი ეს ავიწყება დღევანდელ კაცობრიობას რომ ის ყველაფერასაც აღწევს მისთვის ის მიერ მოცემული შემოქმედის ნიჭის შედეგია გონიერების შედეგია მაგრამ მერთმა იცის წინასწარ რასაც ქმნის სასიკეთოდ ქმნის ადამიანმა არ იცის და შეიძლება შექმნას თავის დასაბუთად კიდევაც ერთი მარტივი მაგალითი საფრანგეთის დიდი რევოლუცია იყო მე-13 საუკუნის ბოლოს ერთმა ექიმმა მოიგონა ნუ ეხლა როგორ დაიხოთა ნაჯახით თავის მოყვეთა ცოტა ეს სასტიკია ადამიანს თავი და მოუჭას ნახა და თან კარგად ვერ დაატყა ისინი ვერ მოყვეთა აწვალებს აწამებს და უთხვარი შექმნა მექანიზმი ეგეთი გილიოტინა ნუ გილიოტინი იყო თვითონ და მე შექმნა გილიოტინი მისი გამოგონება რომ იქ თავში აყოფენ ადამიანს რაღაცა ჩარჩოარი იქ არის დიდი ბასიდანა ესეთი ჩამოვარდება დიდი ძალით და უთხოვარად მოშვის ერთ წამში თავს და გილიოტინს მოჭერს თავი და ვითომ რევოლუციას გაუწია გარეშე აი ახლა თან ჰუმანურად იქნება უფრო და შენ რასაც აკეთებ პასუხს აგებ ამაზე და შენ თვითონ მოგიწევს ამის გამოცდა და გააკეთე როგორი არის რა არის პირველად ვინც რადიაცია აღმოჩინა ერთმა მეცნიერმა ვერ შეფასა ბოლომდე მისი მნიშვნელობა და ეს რადიოაქტიური ნივთიერება ატარებდა ტანზე რომ აი მან ეს აღმოაჩინა და დასკვნა მოხდა და მოხდა ანუ მიიღო პასუხი ის რაც შენ შექმენი საშინელი არ აღია იმან შეიძლება ადამიანი მოკლას ადამიანი 10,000-ობით ადამიანი ერთ წამში აი ეს არის შენი აღმოჩენის პასუხი და ისის ეხლა ატომური ელექტროსადგურები არის ატომური გემები არის ატომური საწოლე რაკეტები დაფრინავს და რა მე ჩვენ მაინც ჩვენთვის ღვთისმსახურის სამყარო მაინც მიუწვდომელი რჩება ორ კოსმოს სივრცეში ისევ სიღრმეში მიკრო სამყაროსი და მითოს პერსპექტივაში კიდე ეს ყველაფერი როგორი მოქმედებს ჩვენი გაუცნობიერებელი მოქმედების გამო თუ ჩვენ არის სასწავლო საქმე შევხედოთ ერთ ჩვენ სასარგებლოსაც ხედავთ და რაზიანს გაყენებს ამას ვერ ვაგარიშოთ ერთვით აი დღეს სწორედ იონა ჭეშმეტელის სახით ხდება მოწოდება კაცობრიობისა რომ როგორც არ უნდა ცოტა ჩავარდეს კაცობრიობა აი
მართალი ადამიანი იქნება და იმად გულის უფალი მოვაკეთე და მოვიდა. ევიდა გამოარჩიდა 12 მოციქული, 70 მოციქული, 120 კაცი იყო, 120 გარდა მოვიდა და მე გავჩევდა, მაგრამ დღეს ყველაფერი ისე უარყოფს ამას, წინააღმდეგება დევნის და პირველ დევნა გაიარეს პირველ საუკუნეებში. და შემდეგი დევნა უკვე ეს ბოლშევიკების დევნა რო იყო და რა ლოზუნგობით ის გამოსდილი იყვნენ ეს ბოლშევიკები, ის დაფინანსებული იყვნენ. გასაგებია რომ დაცემული გუნების მქონე ადამიანის გონება დაცემული არის. როგორც ბიბლიაში წერია, მოსწაფებით ბოროტზე ფიქრობს. მოსწაფებით. პირადად მოდი ცოტი. ეჭვიანი ან განკითხვის ან შურის ძიების ან კიდე რა ხო? და მე ხატავს სურათებს როგორც იძებს შულს. როგორ პასუხს იმას, როგორ მოიცევა, როგორ დაამარცხებს, როგორ დაამთხევს. უკვე ეს ადამიანი კვდება ამას. მაშინ ნებერ ხდება. ასე აი ამ გამოსისესაც გავაჩვენ ყველანი და გავხსოვდეს რომ ეს იონას მაგალითი. შეიძლება ეწინააღმდეგო უფალს, მაგრამ უფლის გაგებ შესრულდება. და თუ კიდე ეწინააღმდეგები გაგეცვსულით, შეჩვენ განიკითხებთ ის მიერ. მაგრამ ეს სასწაული არის მართული. აი ვეშაპის თიახში 3 დღის ყოფნა, ეს არის აღდგომის უწყება, თეასამეთველება, ამიტომ ქვია თეასამეთველი. რომ ამით ანიშნა რომ როგორ დაცემული ამდევს კაცობრიობა, როგორც განწირული არ უნდა იყოს ამ განსასწრების გამო, რომ მათ ცოდების გამოიწეს ყველაზე მისი გადარჩენა შესაძლებელია, ანუ მისი მკვდრით აღდგომა შესაძლებელია. აბა იონამ ვეშაპის მოდა შეღაღადა სინანულით. აი ეს ღაღადისი მომაში ისია. და ბოლო ჟამის ლოცა არის სინანული, განსაკუთრებით. დასაწყისში თქვა იონე ნათლისმცემელმა და უფალმა იგივე თქვა, შეინანეთ მოახლოც ერთსათა. მაგრამ მაშინ ვერ გაიგეს, როგორ აი ახლა მოხდება, არა ახლა არა. დროისათვის, უფლისათვის დროის საზომი არ არსებობს, ის მარადიულობისი დრო არ არის. იგი მოახლოებსაც კი მოახლოებული, უფრო ახლოვდება. ჟამი ან მოახლოების ამდენხან გაგრძელდება, ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ნიშნებით ხედავთ, რომ ახლოს არის კართანო, როგორც მიოცეულთ ასეთი ერთმა რელიგიურმა ქრისტიანმა ტერორმა დაწერა თავის კვლევების შედეგები. ახლოს არის კართანა არის უკვე. და კართანა არის და ეს კარტი გაიხსნა, ხო? ჩვენ შევდივართ ნელ-ნელა ამ კარებში. აი ამ დღეში ვართ ჩვენ და დაგვსწორეთ ისე და ისე მართებს ლოცა ვედრება იონე ნათლისმცემლის მიმართ. იონა თესალონიკის მიმართ. ნუ ივოცოს ჩვენ არ ჩავარდეთ იმ ცხოვრებაში, თვითონ ჩავარდა. თეორია უფალს მე განეკითხებინე საყრედურა მომაკელი კომფორტი რას ეჩოდი, ვითომ ცემერის გულის ხტიო და ადამიანის გულის აწვიო და ხო, აი ასე გავხსოვდეს რომ დიდი და უდესი ქრილებაც არის ქვეყანაზე არის ადამიანი. და მეც ადამიანი ვარ. ადამიანის ხსნა გადარჩენა როგორ არის, მაშინ მიხედე შენ თავს, რა ის ნუ განეკითხა. და თუ კი უფალი და მოგიყავს, მოგივლენს რომ ეთოს რომ ამას ესაუბრე შეხვდი ამას უასწრეთ. პეტრე მოციქული ავიდა სხვენზე სალოცავად. თუმცა ისე მოშინდა, ლოცა დაავიწყდა და თქვა რამე მაჭამეთ. დებიო. პირდაპირ დეროშიზე ხო? ავიდა სწორად ხოლო მოშილდაო. ანუ საპირისპიროზე მოხდა.
ლოცვის მაგრამ ჯამა მოუნდა. ისე მოუნდა რომ ხო რამე საჭირო მომიტანეთო. ჯამა გინდა უფრო მოუვლინა ყველანაირი ეს აბილტული ქნილებები რაც კი ნუ ბილწად იწდება. აი ჯამეო, დაკარგა ჯამეო. ანუ ეს შიმშილიც სხვა შიმშილი არის. ეს არ არის ფიზიკური შიმშილი. აღიქა ფიზიკურად. ეს არის შიმშილი უფლისა წარმართა მოსაქცევად. უფალს უნდა მათი უცევა. ყველას ცხონება უნდა უფალს. და შენ ხო ხარ ჩემი ერთგული, ეხლა იზრუნე ამათის. აი რამდენი მაგალითი ნიშანი გვაქვს ჩვენ წერილში მოცემული. რომ ვისწავლოთ. დღეს ჩვენ როგორ ვიყოთ ქრისტიანები. უფალი შეგვიძლია თქვენ, ჩვენთან ერთად.